გრძელი დღე ნელად აღამდა. ძველი მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით გოგოს სახლამდე გზა იმდენად დაიგრძელეს, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. ასეთი გასაირნება ალბათ 60-იან წლებში ყოველი თბილისელი წყვილის სიყვარულის ამბავში ყოფილა. ნათელა კამოს ქუჩაზე ერთ-ერთი კარის წინ შეჩერდა. გურამ სახლის დანახვაზე უცნაური გრძნობა დაეუფლა. როგორ დაემთხვა, რომ 1000 გოგოს შორის სწორედ ის აირჩია, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა. სახლში, რომელზეც მან თავისი პირველი ანტისაბჭოთა პროკლამაცია გააგრა. იმ საღამოს ალბათ პირველად იგრძნო, რას გადაურჩა რეალურად სულ ცოტა ხნის წინ, 1956-ში. უნივერსიტეტში ორი კურსი თუკან იყო. თუკი გავიცანი უნივერსიტეტში და პირველად იმაში დავფატიჟი უნივერსიტეტის ორკესტრის იმაზე. უნივერსიტეტის ორკესტრი კონცერტები გვარდა, ძალიან ხშირად ქონდა იქ კონცერტები, თითქმის ყოველ კვირა იმ გასტროლებს გარდა და მე როგორც ქალებს შევია დააგვიარა და მე არ ვარ შეიძლება მეორე ვიოლინების ის ვიყავი კონცერტმეისტერი და იქ სოლოც რაღაცა ქონდა პირველი ვიოლინოს მე მეორე ვიოლინო და ვიოლინო და შევდე შემოვიდა ისე დაივნა რომ მე თქვა მაინც შევალო რო არ დავხვდი გაუკვირდა როგორ რანერ დამეცადა კონცერტი ისეთი მოულოდნელი იყო მაგის ეგეთი არაფერი რაღაცა გვიყურებდნენ ჩვენ ისეთი ხიბათენები ვიყავი და მე რაღაცა იმ დაჭერების მერე ჩანდი თუ რა ის კი არა რომ პარტი მოყარები ეხლა დიდი კონსტანტინეს შვილი და რაღაცა და ეს შვილი რაღაც ყურადღებას გვაქცევდნენ ძალიან ცელქები ვიყავენ ეს მილიციაში ხშირად ხდებოდა ანტისაბჭოთა იატაკქვეშა საზოგადოება გორგასლიანში სულ 9 კაცი იყო გაერთიანებული. მისი არსებობა და წევრების ვინაობა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. იგი 1953 წელს შეიქმნა და მისი წესდება მტკიცე ფიცით დადასტურდა. ფიცის თანახმად მოღალატეს სიკვდილი ელოდა. მაშინ გორგასლიანები 13-14 წლისანი იყვნენ. გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს. მამა პეტრე დოჩანაშვილი ექიმი გახლდათ. დედა გულნარა ემხვარი აკაკი წერეთლის დის შვილთაშვილი იყო. მშობლები ადრევე დაცელდნენ ერთმანეთს და გურამს დედის ოჯახში ბებია ბაბუა ზრდიდა, რასაც საკმაოდ განიცდიდნენ მამის ზიანები. პატარა გურამს მუდმივად უხდებოდა იმის მტკიცება, რომ ორივე ბებია, მერიცა და ოლღაც ერთნაირად უყვარდა. ჩემთვის ძალიან იშვიათი იყო დედა და მამა გაყრილები იყვნენ, ძალიან იშვიათი იყო ეს დღევანდელი არ არის რომ სამწუხაროდ ძალიან ხშირი გახშირდა ეს და ხოდა ვიზდებოდი ბებია და ბაბუასთან. რა ძალიან ეს ბებია და ბაბუას რაღაც სხვა მადლი აქვს, სხვა სიკეთე. ეხლაც შვილი რო შეეძინება ადამიანს თვითონ ბავშვია და შევა ჩემ ასაკში კაცი მაშინ ბავშვს მეტად იგებს და ბავშვი ყოველთვის როგორ არ გვიყვარს ყველა ასაკში, მაგრამ აი ბავშვი რა ძირფასი და ეს არის ამ ასაკში უფრო იგებს ადამიანი ამას. და ესე ბებიას გარენ დიდი მქონდა ძალიან სრულელობა და გადაყოლა და ყველას დედა ეგონა 38-ის იყო მე რომ დაიბადე და გაცილებით ახალგაზრდად გამოიყურებოდა რომ მკითხავდნენ დედა როგორ არის რა თქმა უნდა ბებიაზე მეკითხებოდნენ ქვეყანაში ომი მძვინვარებდა მაგრამ მისი სამყარო ჯერ ძალიან პატარა იყო განცდები კი მეტისმეტად სუბიექტური 3 წლის ბავშვის ცხოვრება ალბათ ყველა დროში და ყველა ქვეყანაში ერთნაირია პირველად აღიქვამს დროის ბრუნვას პირველად უკრძალავენ რამეს რაც ძალიან უნდა პირველად იწყებს პროტესტის შეგნებულად გამოხატვას. მე ისე ადრე მაგამოსყვები ყოველთვის არ ვიცოდი წერა-კითხვა ძალიან ადრე ისე ადრე მახსოვს ჩემი თავი რომ მერიდება თქვა ეგონებათ რომ ტყუილს მაგრამ აი სამსუ გადავწდი იქიდან კარგად მახსოვს და არ გამიშვეს ეზოში სათამაშოდ. ახალი ნაავადყოფა რო იყავი და მე ვიწადი ეზოში და არ მიროწარ და ნუ არ გამიშვეს. ფანჯის აფაზე დავჭიქ და ვითო ქუჩაში დავდივარ და გუბებში ბებია ჩემის ჯინსზე რა მომჭი ვატყაპუნებდი ფეხს და ეგ იყო ჩემი პირველი მოთხრობა რომ ვითო ეზოში დავდივარ და ალბათ ეგ იყო ყველაზე მეტი წარმოვიდგინე რაც ვერ შევძელი ის გამეკეთებინა წარმოსახვით ეს წარმოსახვა ეთყობა მე ცოტა განვითარდა ცოტა ეგრე
მე არ ვიცი მე რომ აქვს თავი ამე როგორ ის გახშირდა ეს რომ აი მე რაღაცი დავწერა იმის საქმე წასულია არ არსებობს იმისგან რამე მიქელანჯელო გარდაცვალების წინ თქვა 99 რაც უდია რომ კვდები ახლა ვისწავლე ანაბანო მაშინ სოფლის ცხოვრებაში ორ ლექს დავეწავდი და აი მე პოეტი და ამას მიქელანჯელო ლეონარდოს კიდე დასრულებულად არ გვეჭდა ანუ უნაკლოდ არც ერთი ნახატ მისი ლიტერატურული მონაცემების განვითარებაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრე იყო. სამაგიეროდ მუსიკალური სმენა ისეთი რამ გახლავთ, რაც ადრეულ ასაკშივე ამჟღავნებს ხოლმე თავს. როგორც ნებისმიერი კარგი ოჯახის შვილი, რომელსაც სპილო მყურზე არ დააბიჯა, ისიც მუსიკალურ სასწავლებელში ადრევე შეიყვანეს. უკლასო საზოგადოების მაღალი კლასის წარმომადგენელთა პირმშოთა საყოველთაო ეპოქალური ტრაგედია ვიოლინო გურამ დოჩანაშვილმა შედარებით იოლად გადაიტანა. მუსიკა შეუყვარდა. თუმცა როგორც ყველა მოზარდი ტექნიკის სიახლეებისა და ფეხბურთისათვის სულს გაყიდდა საბჭოთა ეპოქაში ამ სუბსტანციის არსებობა ლეგალიზებული რომ ყოფილიყო. რა თქმა უნდა, მაშინ არ იყო ჩვენ დროს ტელევიზია, ეს ამდენი გაზეთების და ლიტერატურის კითხვას ვანდოებდი ჩვენ თავი და თავი. ეს გართობა არ ქვია ლიტერატურას ეს გატაცება ქვია თუ რა იყო ლიტერატურა და რაც მგონი ბევრად ჯობდა ვიდრე დღეს არის რაღაც 1000 გვარი გასართობები და თავის რუცდებიან რადიოთიც და თუნდაც ფეხბურთს რო უსმენდით ხოლმე ბავშვობაში ისეთი მუშაობდა იცით მსმენელის ტვინი გონება რაღაცა სახიფათო ის არის მდგომარეობა და ხმაური რომ მოყვება და უცებ გაგიელებდა და გავიდა გოლი თუ მეკარე მაიღო თუ იქ 11 მეტრიანია თუ რაღაცა წელს ბელადი აღესრულა. მალე სამყარო ისე შეიცვალა, რომ პატარა ბიჭები ფეხბურთსა და რადიოტექნიკაზე მეტად მნიშვნელოვანი ამბებითაც დაინტერესდნენ. მაშინ გურამ დოჩანაშვილმა ჯერ კიდევ არაფერი იცოდა საიდუმლო ჯგუფის გორგასლიანის შესახებ, რომელშიც რამოდენიმე მისი მეგობარი გაერთიანდა. იმაში რომ ბიჭებმა დარაბებ ჩაკეტილ ოთახში ბუტბუტს უმატეს, საეჭვო და სახიფათო არავის არაფერი დაუნახავს. მას შემდეგ რაც სამყაროში პირველი სასწავლებელი შეიქმნა, მოზარდები ყოველთვის იგონებდნენ საიდუმლო გაერთიანებებს, დებდნენ რომანტიკულ ფიცებს. ზვიად გამსახურდიას, თამაზ გუნჯუასა და ვოვა სიხარულიძის მშობლებს მათი შვილების ჭოგრიტით სიარული და გასაიდუმლოებული მიმოწერა ალბათ უბრალო ბავშვური გართობა ეგონათ. გორგასლიანები კი საკუთარ ანტისაბჭოთა თამაშებში საკმაოდ სერიოზულ მიზნებს ისახავდნენ. ისინი ხრუშჩოვის მხილებას და მათი აზრით უდანაშაულო ბერიას რეაბილიტირებას აპირებდნენ. ბერიას საშინელ საქმეებს მალე ნათელი მოეფინა და ჯგუფის საქმიანობაც დროებით შეწყდა. $1956 ლეგენდარული მეოცეყრელობის შემდეგ ხრუშჩოვმა დაუნდობლა დამხილა რეპრესიები. წვრილად მოახსენა საბჭოთა საზოგადოებას ხელისუფალთა ყველა ცოდვა კაცობრიობის წინაშე. მხოლოდ ის გამორჩა, რომ თვითონ სიკვდილის მანქანაში ყველაზე დიდი ენთუზიაზმით გამორჩეული ჭანჭიკის როლს ასრულებდა. ამავე ყრილობაზე ნიკიტა სერგიზძემ გულმხურვალედ გაიშვირა თითი მზიანი საქართველოსაკენ და საბჭოეთს მოუწოდა იყარეთ ჯავრი, ყველაფერი მათი ბრალიაო. ქართველებმა როგორც ჭეშმარიტმა კავკასიელებმა ფიქრი დროებით გადადეს
და გულზე მჯიღების ბრაგუნით პატარა ერის დიდი შვილის ღირსების დასაცავად გამოეფინენ. სტალინის იმაზე 40 რომ მოხდა 9 მარტის აშინელება. იმისი ლექსი წავიკითხე, უმთავრეს იყო მარტიდეს და აი მარტიდან უკვე სექტემბერში მე სტალინი იყო ჩვენთვის ყველაზე მიუღებელი და აი ესე უცებისე იცით რაღაც მოგვეწოდა ბატონო აი ზიოდი მაგალითად რადიოსაც უსმენდა იცით ამ გოლოს ამერიკის რაღაც ქონდა ისეთი რადიო რომ იჭერდა და გვანათლებდა რომ აი რა ხდება რომ და იმ მე ისე შევცხოვრე სტალინმა ჩვენ რა ვიცით ვინ იყო რაღაც გაზეთებით გავეცნობოდით რეპრესიებს და მაგის საქმეებს თუ რა და მე რომ უსმენდა და რაღაც და მე უკვე ვინ ყოფილა რა და აი რამდენიმე თვეში ძალიან მკვეთრად შეიცვალა ადრე გვეგონა რომ ხალხის მამა და ყველა რო ტიროდა და რო აჩვენე ეს რა უძვირფასი ადამიანი და აი ამ რამდენიმე თვეში გახდა ნეტარ არ დაბადებული იყოს ამას ვფიქრობ. ოცეპელის პირველი მერცხლები ტანკები იყვნენ. სტალინის კულტის დამხობას ნიკიტა გამათავისუფლებელი ყველაზე სისხლიანი ხერხებით შეუდგა. 1956 წელი დემონსტრაციების ყველაზე სასტიკი ჩახშობის წლად შევიდა ისტორიაში. ტანკების მარში ხრუშოვმა იოსებ ბესარიონის ძის ქვეყანაში დაიწყო. 9 მარტს პატარა გორის დიდმა შვილმა კიდევ ერთხელ იმსხვერპლა ქართველები. გეგონებოდათ ვინც 37-ში გადაურჩა, იმას იმ ქვეყნიდან დაარია ხელი. საბჭოთა ბავშვები ყველაზე მძიმე გაკვეთილებით იგებდნენ აქამდე დაფარულ სიმართლეს და პირად მაგალითზე იმასაც ხვდებოდნენ, რომ ის კიდევ დიდხანს დარჩება არალეგალურ მდგომარეობაში. მარტის ამბების შემდეგ გორგასლიანი კვლავ შეიკრიბა და ახალი წევრები დაიმატა. გურამ დოჩენაშვილის საიდუმლო ძმობაში მიიღეს. ჩვენი კლასელებმა ძირითადად ჩვენი კლასელები ვიყავით. მე-11 კლასი აღარ გვივლია რაღაც. ჩვენი ის ქონდა რაღაც ანტისაბჭოთა ორგანიზაცია ზოგი 16-ის ვიყავით, ზოგი 17-ის და ერთ სკოლაში ვიყავით ჯონ დომეტრეველი, ვლადიმერ ციხარულიძე, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, თამაზ გუნჯვა, თემურ ცერცვაძე ჩვენს სკოლაში, ტოლიკო მიქაძე, გურამ სხიდლაძე იყო მეორე ვაჟთაში და აი ეს სკოლიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. ზოგი საბავშვო ბაღში, საბავშვო ბაღიდანვე მოვდივართ ერთად. ანტისაბჭოთა არალეგალური ჯგუფის წევრები იყვნენ. ზვიად გამსახურდია, თბილისის 42 საშუალო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე. ანატოლი მიქაძე, 42 საშუალო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. მერაბ კოსტავა, თბილისის მუსიკალური სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. თეიმურას ცერცვაძე, თბილისის პირველი საშუალო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე. თამაზ გუნჯვა, თბილისის პირველი საშუალო სკოლის მოსწავლე. ვლადიმერ სიხარულიძე, პირველი საშუალო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე. თემურ მეტრეველი, თბილისის 47 საშუალო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე. გურამ სხირტლაძე და გურამ დოჩანაშვილი, 47 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე. ზვიადი ახლა ოფი ისე ფორმალურად ასე ვთქვათ აღიარებული ის არ იყო ხელმძღვანელი, მაგრამ ზვიადი გაცილებით ჩვენზე უფრო რაღაც რომ დაკაცრება ხოლმე ადრე, იცით, აი დაწყებული წვერის პარსო რომ ადრე ზვიადი წვერს იფარსა, ჩვენ მოკლა შარლობით დარვორი და მე ის მასალებლები ყავდა კარგად იცოდა, ეს ენები იცოდა, ინგლისური ძირითადად კარგად იცოდა თავიდანვე. მე ხელნებაში კარგად ჩვენზე გაცილებით ნაკითხი იყო რაღაცა არც ის არ გვაკლა ეხა უწიგნურები არ ვიყავით მაგრამ ზვიადი აშკარად ჩვენზე ხო გეუბნებით ადრე ძალიან ადრე დაკაცდა და მისი სიტყვა იცით იმიტომ კი არა რომ ის იყო მეთაური ჩვენი უბრალოდ უფრო გონირულს ამბობდა და უფრო რაღაც იყო და მე ხო და ნუ ისე არ იყო იმადა იქაც ყველა ხალხიც და იქაც უყურებდნენ რომ როგორც ან მამის შვილი და რაღაცა და ყველა თვლიდა რომ სულ მარტო მხოლოდ იმას იძახდნენ რომ გავსადა მართლა ისე ჩვენზე ყველაზე მეტად აქტიური ფაქტიურად ეგ იყო თბილისურ მარტს პოლონური ივლისი მოყვა სადაც ქალაქ პოზნანში უმძიმესი ეკონომიკური პირობების გამო მუშებმა მანიფესტაცია მოაწყვეს მანიფესტანტების დამშლელ ოპერაციას 78 ადამიანის მათ შორის 13 წლის ბიჭის სიცოცხლე შეეწირა
კიდევ უფრო მძიმედ განვითარდა მოვლენები უნგრეთში. უნგრელთა აჯანყებაზე მაშინდელ ევროპაში ბევრმა ფსონიც გიტადო. მათი გამარჯვების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაზე საბჭოთა კავშირს გავლენა უნდა დაეკარგა. ხრუშოვმა მსოფლიოს მარტივად დაანახა, რომ სულელი ყოველთვის არ ნიშნავს სუსტს. უნგრულ შემოდგომას მსხვერპლად ასეულობით ადამიანი შეეწირა. დასავლეთმა დიდი ხნით აიღო ხელი აღმოსავლეთზე. ყოველივე ამის შესახებ რეალურ ინფორმაციას თბილისში უცხოური რადიოგადაცემების საშუალებით ერთეულები იკებდნენ. მათ შორის გამოჩენილი მწერლის ვაჟი ზვიად გამსახურდიაც იყო. ის გორგასლიანის წევრებს დეტალურად უამბობდა ინგლისურენოვანი რადიოგადაცემების შინაარსს. თუმცა 9 მარტის მოვლენების შემდეგ ამის აუცილებლობა არც იყო. ბიჭებმა საკუთარი გამოცდილებით იცოდნენ, რას ნიშნავდა ოფიციოზის ენაზე წარმოთქმული სიტყვები, კონტრრევოლუციონერთა ბანდა და წითელ არმიელთა გმირობით გადარჩენილი რევოლუციის მონაპოვარი. მათ ისევ კარგად ახსოვდათ ხიშტებზე წამოცმული თანატოლები და თბილისის დარბევის მეორე დღეს გაკეთებული განცხადებები. ამ მოვლენების შემდეგ დასავლეთის გამოცდილი პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით 16 წლის გორგასლიანებს საკუთარი ძალების რწმენა არ დაუკარგავთ. პირიქით, მათი აზრით სამყაროს სწორედ იმიტომ მოევლინენ, რომ ამ უზარმაზარ მანქანას წინ აღდგომოდნენ. ჩვენ დროს იცით როგორ იყო, ძალიან ისეთი ის ქონა ხოლმე, ერთი ოთახი ქონა ძირითადად. ისეთი მოზრდილი ბინა ქონდა ზვიადზე და გურამსხიდლაძეს და მაგის გამო თავისი ოთახები ქონდათ რაღაც პატარა და აი პროკლამაციები გურამსხიდლაძის ბინაში დაუბეჭდეთ. და იქ ვიკრიბებოდით. ისეთი წვალება იყო, როგორ გვევეჭდა თითო ასოს ვეძებდით რა ვიცი. ეხლა კომპიუტერზე ჩვენი 16 ბავშვები იქ ინდეხა სად არის პ და ის სად არის მ და ძალიან გვიჭირდა. რა უნდა შეგვიძლია ხა შეერაღებულ გამოსვლას ჩვენ ვერ მოახერხებდით და პროკლამაციები დაუბეჭდეთ. ის საბეჭდი მანქანა ძალიან იშვიათი იყო მაშინ. იმდეხას უნდებოდით ბეჭდვას და 9 წელი, 8-9 წელი გავაკარეთ თბილისში სხვადასხვა ქუჩებში. გორგასლიანის 1956 წლის პროკლამაცია. ქართველებო, ხომ არ დაგავიწყდა 9 მარტის სისხლიანი ღამე. ხომ არ დაგავიწყდა სისხლიანი 24 და 27. ქართველი ხალხის დარბევისა და გაჟლეტის წლები. როდემდის უნდა გქონდეს ქედი მოხრილი მტარვალი კომუნისტების მახვილქვეშ. ჩვენს წინაპრებს სისხლი არავისთვის შეურჩენიათ და არც ჩვენ უნდა შევირცხვინოთ თავი. დღეს, როდესაც მთელი შეგნებული კაცობრიობა აღშფოთებულია მოსკოვის საშინელი ბორტმოქმედებით, ჩვენი ერის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგება. დროა შევერთდეთ ერთი დროშის ქვეშ ჩვენი სამშობლოს დამპყრობლის წინააღმდეგ საბრძოლველად. მიმოიხედეთ ირგვლივ, მსოფლიო ბობოქრობს, განკითხვის დღე მზადდება კრემლელი ჯალათებისათვის. ძირს ჩვენი ხალხის სისხლში ხელებ გასრული ოკუპანტები და მათი სამხედრო ხროვა. ძირს მოღალატე ქართველი კომუნისტები, გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს, რომელი მოღალატეც ამას ჩამოხსნის სიკვდილი ერის. დილით უშიშროებამ სასწრაფოდ ჩამოხსნა პროკლამაციები. ძალიან მალე 9-ვე ანტიკომუნისტის ვინაობა დადგენილი იყო, მაგრამ უშიშროება მათ დაკავებას არ ცდილობდა. მათი აზრით წვრილფეხობის უკან ვიღაც უფრო მნიშვნელოვანი უნდა მდგარიყო. ბიჭებს გამუდმებით უთვალთვალებდნენ, მაგრამ 2 კვირის განმავლობაში არავისთან დაკავშირება არ უცდიათ. და არაფერი საინტერესო არ ჩაუდენიათ. თუ არ ჩავთვლით 2 დეკემბერს ჩვეულებრივ ბიჭურ შელაპარაკებას, რომლის დროსაც გურამ დოჩენაშვილი დაიჭრა. მე რო დამჭირეს და 14-ში დაიჭირეს და დღე და ღამე იქ რო იყვნენ და მე არც ერთი რო არ მოვიდა. ნუ რა თქმა უნდა მივხვდი თან ვერც ვიძახდი ხმამაღლა. არც ერთი რო არ მოვიდა, ნუ ჯერ ერთი დღე ის იყო, უკვე მაშინვე გამკრა და 2 დღე რო არ მოვიდნენ და მე რას მოვიდნენ და რომ მოდიოდა გურამსხიდლაძე ის დეკემბრის ბოლოს დაიჭირეს და იმიტომ რომ ვერ წარმოედგინათ იცით იმ კგბ-ში სუქს ადრე ჩვენ ვეძახით ეხა სუქს რო იძახია გონია თუ დიდი ხო და ამ კგბ-ს მოდი ვერ წარმოედგინათ რომ ამასაკის ბავშვები აგრე ეგონათ რომ წაგვაქეზა ვიღაც უფროსმა და
არ იჭერდნენ რამდენი იცოდნენ იმ ღამეს იცოდნენ იმ პროკლამაციების გაკვრა და ის და პატარა ხანში ჩამოხსნეს თურმე და აი ჩვენ ისე არ ვენაღლებოდით რომ აი ვინ წაგვაქეზე და იქნებ კიდე რაღაც იქით არის და მაგის გამო 14 დეკემბრამდე და აი გურამი კიდე 31-მდე ყავდა რომ იქნებ იმას წავიდეს აი შეც რომ დაგიჭერენ არა უთხრას და რუნახეს არავინ რო არ იყო და დაიჭირეს გურამიც 31-ში და ისიც მთელი 4 თვე იჯდა მაგასთან დაკავშირებით და მე აი ხრუშოვმა რო თქვა და გაგონთავისუფლეს დამწყებმა რევოლუციონერებმა ერთმანეთის ბედის შესახებ არაფერი იცოდნენ. ისინი უშიშროების იზოლატორში ცალ-ცალკე საკანში მოათავსეს და საკუთარ ფიქრებთან მარტო დატოვეს. სად არიან დანარჩენი? საიდან გაიგეს ორგანიზაციის შესახებ? ვინ გასცა მათი ვინაობა? პატრიოტულმა რომანტიკამ ადგილი ეჭვებს დაუთმო. შესაძლებელია ვერც გადარჩენილიყვნენ, ხომ დახოცეს მათი ასაკის ადამიანები უნგრეთშიც, პოლონეთშიც, სულ ცოტა ხნის წინ საქართველოშიც. რატომ არ მოექცევიან ასე მათ? რა იქნება მერე თუ კი საერთოდ გადარჩნენ? ხა როგორია 16 წელს ვიზა 17-ის 4 თვე იმაში 1-4-ზე მეტი. ერთი როზის საკანში ძალიან ძნელია ხა მაგასაკში. ერთი როზის რაღაც ციხეში საერთო საკანში 40 და 60 კაცია და რაღაც ერთობიანი დომინოს თამაშობენ და ერთს რო დასვა ადამიანს და 1-2 ჩვენთაგანი ისეთი გაჭაღარავდნენ იქ მაგასაკში. ხო არა ძალიან ისე აიტანეს სხვა შორის აი მართლა კარგად ისეთი ვაჟკაცურად აიტანეს. მე არავითარი 9 ადამიანი კი არა ორს რო იჭერენ ხოლმე ძალიან ხშირად ერთმანეთს აბეზღებენ რაღაცა ის არა გადაიტანენ და მსგავსი არაფერი არ მოხდა ჩვენ 9-ში მithumen ეხლა იფიქრებს ვინმე რომ აი 16-17 წელს ადვილი გასაბზარები არიან და არავითარი ცით ძალიან ღირსეულად მოიქცა ყველა. ზვიად გამსახურდიას დაკითხვის ოქმიდან 1956 წლის 26 დეკემბერი. დაკითხვა დაიწყო 15 საათსა და 45 წუთზე. კითხვა: დაწრულებით მოყევით როდის და რა გარემოებებში განეწყვეთ ანტისაბჭოურად? პასუხი: არ ვუარყოფ რომ მე გამიჩნდა უკმაყოფილება რამდენიმე საკითხში კომპარტიისა და საბჭოთა ხელისუფლებისადმი. ეს მე გამიჩნდა 1956 წლის 9 მარტსა და უნგრეთში მომხდარი მოვლენების შემდეგ. მე აღშფოთებული ვიყავი იმით, რომ თბილისში 1956 წლის 9 მარტს უიარაღო პირთა მიმართ გამოყენებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და მსურს დავუმატო, რომ ჩემი ქმედებანი მიმართული იყო არა საბჭოთა ხელისუფლებისადმი, არამედ სამხედრო სარდლობის მიმართ. ასეთმა მოვლენებმა მიბიძგეს გამევრცელებინა ანტისაბჭოური ფურცლები. კითხვა: თქვენ გადაწყვეტეთ მარტო გემოქმედათ? პასუხი: არა, მე მარტოს არ მემოქმედა. კითხვა: და რა მოიმოქმედეთ? პასუხი: მე განუცხადე ჩემს ამხანაგებს ამის შესახებ, რომელთა გვარების დასახელებაზე უარს ვამბობ, რომ საჭიროა ჯგუფურად ჩამოვყალიბდეთ და ერთად გავავრცელოთ ქალაქში ფურცლების სამხედრო სარდლობის წინააღმდეგ. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, ანუ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოსაყოფად. კითხვა: რა მიზეზით აცხადებთ უარს დაასახელოთ ვის გაუზიარეთ თქვენი განზრახვა? პასუხი: არ შემიძლია იმ პირთა დასახელება და არც ამის ახსნა შემიძლია თუ რატომ. სანამ გურამ დოჩანაშვილის თანატოლები ცდილობდნენ საკნიდან საკანში ერთმანეთისათვის ხმა მიეწვდინათ, ის ავადმყოფოში ჭრილობას იშუშებდა და ყოველ წუთს დაპატიმრებას ელოდა. მაშინ რამდენიმე დღით დამეჭირეს, მაგრამ უკვე ჩვენი გაშვებიც იყო და იქ სიცხე მომცა რაღაც და ძალიან არაწყობდათ. ეხლა უკვე გადაწყვეტილი იყო გაშვება სასამართლოს უწინენ და 4 დღის მერე სიცხე მომცა რაღაცა და გამიშვეს ეგრე 2 დღეში და მე რომ მიმიყვანეს უკვე გადაწყვეტილი იყო და იქ ისეთი მადლობელი ვარ ექიმებისით. ეს 56 წელი ახლა დღეს რო იძახიან ვიზერაც უნდათ რომ ეს სულელი არა ეგრე არ იყო. ძალიან სიმკაცრე იყო და ინაური თვითონ მინისტრი ამ უშროების მოვიდა საავადმყოფოში და რო უნდა ჯერ სხვა მოვიდა სხვა ექიმი და ის აი გააგდო ნუ ბატონმა დავით იოსელიანმა ეს ჩვენი ცნობილი ქირურგი და თვითონ მოვიდა იანაური და ხო და უთხრა რომ უნდა გადავიყვანოთ ციხის საავადმყოფოში და მე მქონდა რაღაც არ შეიძლება ჩემი კვეთრი შერხევა კი არა გვერდზე ვერ წვებოდი მხოლოდ ზურზე მთელი ეს დრო და ესე იგი იმ დროს ფეხი დაუბრახუნა მინაურს და გააგდო ნუ აქედან გაბძანდით რომ ჩემი ავადმყოფზეო მე ვიცი ჩემი ავადმყოფი გაუშვა თუ არაო და
ეხა იმაზედაც ვერ მაშინ არ იყო გადაწყვეტილი ეს ჩვენი გაშვება, არ იყო ჯერ შესულები. მაშინ მოვიდნენ ყველანი რომ დაიჭირეს, წასაყვანეთ. და ეხა ეგეც არ აწყობდათ, რომ ეხა ის რომ მოსულიყვნენ ჯარისკაცები და ექიმები და ის რომ გაეკავებინათ და ხელი გადაიგრიხა და ისე გაიყვანათ. პატიმრებიას ატყდებოდა ეხა იქ ყოველთვის იგებდნენ ამ ამერიკის ხმა და BBC რაღაცები რო განაცემები. და მე კი უკვე გადაწყდა და მე უკვე აღარ შეიძლება ის 4 დღე ვიყავ ისიც ცოტა ვაწყეინე ასე ვთქვათ მაგიტოთ. თორე გამიშვებდნენ მაშინ. როგორც კი ოდნავ მომჯობინდა გურამ დოჩანაშვილიც დააპატიმრეს. მოვლენებმა პოეტური რომანტიკა სრულიად დაკარგა. რეალურ საფრთხეს იზოლატორის ნარებისა და ანტისანიტარიის სუნი უდიოდა. ამ დროს გარეთაც ომი გამოცხადდა. უშიშროება ცდილობდა რთულად აღსაზრდელი მოზარდებისაგან საზოგადოებას გმირები არ შეექმნა. 16 დეკემბრის კომუნისტში დაიბეჭდა სტატია სახელწოდებით სარეველა, სადაც ვკითხულობთ. დაუშვათ ასეთი რამ. შედიხარ წიგნის მაღაზიაში. თვალს იპყრობს ჩვენი ცნობილი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ახალი რომანი ვაზის ყვავილობა. ყიდულობთ. გზაშივე ინტერესით ფურცლავთ წიგნს. ამ დროს ვიღაც მძლავრად გეჯახებათ, დაზე დუწმაწური სიტყვების კორიანტელსაც გაყრით. წაფორთხილდებით, წიგნი ხელიდან გივარდება. ვინ არის კაცო ეს ბანდიტი აღმოხდებათ გულიდან. იცნობდეთ, ზვიად კონსტანტინესზე გამსახურდია, წერლიშვილი, ხომგულსატკენია, მაგრამ სამწუხარო ფაქტია. იქნებ ანატოლი მიქაძია მშობლებს მოკლებული და ამიტომ უზედამხედველოდ იზრდება. არა, მისი მამა აბესალომი თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის სექტორის გამგია. ზოგჯერ მამა-შვილს შორის ოჯახში ასეთი დიალოგი იმართება. ტოლიკ ბიჭი წადირა სტუმარი უნდა მომივიდეს. წავიდე, მაიტა ფული და წავალ. აჰა, 5 გეყოფა? 5 თუმანი რა ფულია? კი, მაგრამ სტუმარს რას უშლის ანატოლი? ეს განსაკუთრებული სტუმარია, საეჭვო ქალი. ვფიქრობთ, გასაგებია თუ რატომ ვერ იყენებს ასეთი მამა თავის პედაგოგიურ ნიჭს საკუთარი პირმშოს აღსაზრდელად. ამ პათოსით მზრუნველად იყო გადავლილი ყველა მათგანის ოჯახზე. ჩვენებს გამზადებული ქონდათ ეს დაბამბული ტანსაცმელიც საციმბიროდ. მე ხრუშჩოვთან შევიდა ჩვენი წერილების დელეგაცია, მაშინ ბატონი ირაკლი ბრძანდებოდა თავმჯდომარე აბაშიძე და რამდენიმე ისეთი ცნობილი ჩვენი წერილი, რა თქვა ბატონი გოგლა. შევიდნენ რამდენიმე და უთხრდა ხრუშჩოვს ძალიან სისხლიანი წარსული ქონდა, მაგრამ იქ ცდილობდა რომ გაეთამაშებინა რომ და ჰუმანური კაცია და ის აწეპლენია მაშინაც იყო. გამტერმინი თორე ხო და მე რო იკითხე შენი საშუალება აღმოჩნდა მისთვის რომ გამოეჩინა თავის ჰუმანურობით თავი და უკითხავს ბატონ ირაკლისთვის რომ რამდენი წელს არიანო და რო უთხრა ზოგი 16 ზოგი 17-ის არ გამომიჩნდნენ მტრები გაყარეთო და გაგონთაზულეთ პირობითი მოგცეს და მე საავადმყოფოში ვიწექი მაგ ამცდა ეგ ალბათ ძალიან მძიმედ კი ვიყავი, მაგრამ ალბათ საავადმყოფო ჯობდა. მართალია ყველაფერი შედარებითია, მაგრამ ოწეპელი საზოგადოება მაინც უფრო ფხიზელი იყო ვიდრე 37-ში. სხვა თუ არაფერი ეს უკვე ომგამოვლილი ხალხი იყო, რომელსაც საკუთარი ძალების რწმენა მიეცა. და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ამაში ლომის წილი საბჭოთა აგით მანქანას მიუძღოდა. გამარჯვებული საბჭოთა მოქალაქის ფსიქოლოგიაში წინააღმდეგობის უნარი უფრო ძლიერად იყო ჩადებული. ამიტომ თბილისელები ოფიციოზ დიდად არ მორიდებიან და აპრილში გორგასლიანებზე გამართული დახურული სასამართლოს პროცესის შედეგების გასაგებად უზარმაზარმა ხალხმა მოიყარა თავი. ბრალდებულთა ადვოკატებმა სხდომის დასრულებამდე არ იცოდნენ, რა ვერდიქტს გამოუტანდა მათ კლიენტებს კრემლი. კრემლში კი ამინდი საგრძნობლად შეცვლილი იყო. სამყაროს ხრუშჩოვმა უკვე დაუმტკიცა საკუთარი ძლევამოსილება. გაგონილი ჰქონდა, რომ დიდი მმართველები ზოგჯერ ისე გასართობად დიდ სულოვნობასაც მიმართავენ ხოლმე. იზღამაკლია ბავშვების მეშინოდესო, დასავლეთის გასაგონად წარმოთქვა ნიკიტა სერგისძე მოსკოვში და თბილისში ბრალდებულების სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ისე ძალიან კარგია თუ დროზე იმდენ რაღაცას ნახა, ავადმყოფობას რო გადარჩება ადამიანი, ნუ მე რელიგიურად რაც როგორი აღწერილი ავადმყოფობა, რომ აი რაღაც ნაჩუქარი სხვანაირად მეორე დაბადებასავით, ახლა თავი მეორე დაბადება ვიცი ჩვენ რაც არის მთავარი მეორე დაბადება ეს სახარებაში რო წერია რომ აი ნათლობის შემდეგ რო იბადება ადამიანი და ანდერწმენის მიღები რო გაუმტკიცდება და ისე ძალიან საინტერესო ის მეორე დაბადების მოწმობად შეთქმულებს სასამართლო განაჩენი ერგოთ. ზვიად გამსახურდიას თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
ანატოლი მიქაძე 4 წელი, თამაზ გუნჯუა 3 წელი, ვლადიმერ სიხარულიძე 4 წელი, მერაბ კოსტავა 4 წელი, თეიმურაზ მეტრეველი 3 წელი, თეიმურაზ ცერცვაძე 3 წელი, გურამ სხირტლაძე 3 წელი, გურამ დოჩანაშვილი 3 წელი. სასამართლო კოლეგიამ ხედველობაში მიიღო შემამსუბუქებელი და საშეღავათო პირობები და მსჯავრდებულებს განსაზღვრული სასჯელი შეეცვალათ პირობითი მსჯავრით, საგამოცდო ვადით ყოველას შესაბამისი წლით. ბევრად უფრო მძიმე იყო მეორე არაოფიციალური განაჩენი, რომელიც საზოგადოების სარეველას ოფიციალურმა პროპაგანდამ გამოუტანა. ამიერიდან მათ ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდნენ, მათი გზები უნდოდათ თუ არა გაიყო. ზოგიერთ მათგანს კიდევ ძალიან დიდი ხანის ტანჯავდა ეჭვი იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მათგანი გამცემი იყო. მაგრამ იმასაც გრძნობდნენ, რომ მათი ბედი 56-ის იმ ავად მოსაგონარმა დეკემბერმა სამუდამოდ გააერთიანა. ისინი მუდმივად პარალელურ განზომილებაში რჩებოდნენ. საიდუმლოც მოვამ სადღაც ძალიან ღრმად, ცნობიერების არალეგალურ კუნჭულში გადაინაცვლა. მაშინ დღე და ღამე ერთად ვიყავით აი ქუჩაში და არ ვიცი მე როდის ვასწრებდით ამ კითხვას არ გვაკლა არ ვიყავით ისეთი გაუნათლებელი ნამდვილად არ ვიყავით. ეხლა ჩვენი აი მცხრა ბიჭიდან აი 4 წერალთა კავშირის წევრები გავხდით. აი ზვიადი და მე 68 წელს მე იყო ძალიან იშვიათი შემთხვევა იმ პერიოდში 68 წელს ვიყავით, არ ვიყავით ჯერ 29-ის. მიგვიღეს ზვიადი და მე ის თარგმნილობით იმას სექციაში და პროზაში. მე ვლადიმერ სიხარულიძე, გურამ სხირტლაძე, მე ჯონ მეტრეველი ლექსებს წერდა, ძალიან კარგი მეცნიერი ძველ ქართულის. მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, თამაზ გუნჯუა წერდა. მე მუსიკალური ეს განათლება ეს სასწავლებელი მე და თემურ ცერცვაძემ ერთად დაამთავრეს, ზვიადმა და მერაბმა 10 წლები დაამთავრეს. 4 უკვე თამაზ გუნჯუა არაჩვეულებრივად უკრავდა გიტარაზე. აი თამაზი ხო ყველა როგორ მიყვარს იმ 8 მეგობრიდან 6 აღარ არიან. ეხლა მხოლოდ ეგ წარმოედგინეთ და სხვა რამდენი აღარ მყავს მეგობარი და იმ 8-დან 6 არ არიან და ხო და აი ყველა ძალიან სიტყველთვის ხანახან იყო რომ წლების განმავლობაში არ ველაპარაკებოდით რაღაც, მაგრამ სიყვარული შერჩენ მქონე ხა არ და გაბუტვა და ის რაღაც ბავშვი სხვა არის და ის სიყვარული ყოველთვის ქონდა და ერთმანეთი და ყველას გჯობდა ჩვენ ეს უკვე არც ჩვენგანს აი გარდაცვლებზე რაც არ ეწყინებათ თამაზი გჯობდა გუნჯუა. თუკი კარგია ყველაფერი ის, რაც კარგად მთავრდება, საბჭოთა კავშირი არც თუ ურიგო რამ უნდა ყოფილიყო, რადგან ერთ მშვენიერ დღეს მისი დასასრულიც დადგა და საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. საბჭოეთის მტრის როლზე ხრუშჩოვის მიერ ასაკის გამო დაწონებული ზვიადგამსახურდია დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა. გამოიყვანა დიდი ილია და გამოიყვანა ავასაკი, ჩვენ ავირჩიეთ ავასაკი, ჩვენ უარყავით დიდი ილია და ჩვენ ტყვიარასწორებს მას. აიქცა დემოკრატიისა, აიქცა ჭეშმარიტებისა და უმანგროებისა, აიქცა ხაშხობისა და მსახურობისა, აიქცა ტერორიზმისა, აირჩიეთ საქართველოს. გურამ დოჩანაშვილი კი იმ დროისათვის უკვე ერთ-ერთი ყველაზე მოდური, ორიგინალური და პოპულარული ქართველი მწერლის სახელით სარგებლობდა. ზვიადგამსახურდია მას როგორც ლიტერატორს და ყოფილ თანამებრძოლს თანამშრომლობა შესთავაზა. 90-იანი წლები თითქოს დამსახურებულად ასრულებული ოცნებების დრო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველაზე მძიმე განსაცდელად მოევლიდან ქვეყანას. გურამ დოჩანაშვილის ბიოგრაფიაშიც ყველაზე მძიმე ფურცლები სწორედ ამ დროს ჩაიწერა. 90 წელს მისი ვაჟი დაიღუპა. გამსახურდია დოჩანაშვილის ტანდემს განმეორება აღარ ეწერა. ერთ-ერთი რაღაც ისა და ვერ წავედი, იმიტომ რომ არ შემიძლია მუშაობა რაღაც შემსაც. შემსაც მე რა მუშაობა შეიძლება 90-ში ბავშვი გარდამეცვალა და არაფერი ის ომიც რო იყო. როგორ უყურებდი, ციტა ვერ აღვიქვარდი, ციტა ბოლომდე და ვინ ხდება, არ ვიყო სხვაგან ვერაფერი ვერ გარდა იმ ჩემი გლოვისა და აი უწმესმა და ინტერესმა დაგვიბარა ჩვენი ოჯახი და
ისე გვანოგეშა, ისე მოგვეფერა, ისე მე ხო გააჩნია რა ხმა გეუბნება, რა თვალები გიყურებს, რა ხიბლი ადგას. ეს არის ცოცხლად მოარული წმინდანი. ისე გვანოგეშა, იმა გადაგვარცინა ჩვენ თორე არ ვიცი როგორ გადავიდა და მე კიდე მისი მოწაფეები, მისი სულიერი შვილები, მეუფე დანიელი. იმდენი მახსოვს მეუფე ნიკოლოზი, აი დღეს მამა ელისე მყავს, ორი მყავს მე სულიერი მოძღვარი. თუ ადამიანი ქრისტეს მიმდევარია, რომელმაც სიცოცხლით სიკვდილი დაამარცხა, ყოველ დასასრულში თუნდაც ყველაზე ტრაგიკულში უნდა ეძებდეს ახალ სიცოცხლეს. გურამ დოჩანაშვილმა თავისი მესამე ცხოვრება თავისუფალ საქართველოში ეკლესიურობაში მოიპოვა. ის ცნობილი სოდომ გომორას წინ მამა აბრამს რო ეკითხება, მამა ღმერთი, დიადი მამა ღმერთი, დიადი მამა. რო ეკითხება, რომ აი სოდომ ნუ აღვიო და 50 კაცს თუ მეტყვიო, არ აღვიო და დამისვა და 50 კაცს ვერ დაასახე. მაშინ 40-30 და მე 5-საც ვეღარ დაუსახელებს და ეხლა უკვე ჩვენ აი დიდი ჩვენი უწმნელის წყალობით 5-ს კი არა მართლა 100 დავასახელებთ, ისეთი სასულიერო პირები წამოვიდნენ, იცი და მე ეს მხოლოდ იმათი რაოდენობა კი არ არის, ყველას ისეთი მრევლი ყავს და ყველა მთევლს ისე უყვარს. გურამ დოჩანაშვილის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის შესახებ ფართო საზოგადოებამ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც იგი არაერთი ცნობილი წიგნის ავტორი გახდა. 50-იანი წლების შემდეგ ის აღარასოდეს უნახავთ პოლიტიკაში აქტიურად ჩართული. მუშაობდა კათედრაზე, შემდეგ ჟურნალ მნათობში და კინოსტუდიაში რედაქტორად. პარალელურად გამოდიოდა მისი რომანები და მოთხრობები. ერთი სიტყვით მწერლის მოკრძალებულ ხვედრს დასჯერდა მხოლოდ და მისი როგორც ლიტერატორის ყველაზე საყვარელი წინადადება ასე ჟღერს: ჩემი ბაბუა გიჟია, იმიტომ რომ ჩემზე გიჟდება.